Topidata, what I translis mas meravigada. გამარჯობათ მეგობრებო, ახლა რომ კარგო ხალხო. პატონი დავითი მიღებს 1 საათი მოდიოდა ჩემთან. კატა დაურსულდეოდა ამდენი ხანი. მოკლედ, მეგობრებო. აი ესეთი თოფი მაქვს. პნევმატური თოფია ზამბარაზე. ქვია ჰაცანი. შესაძლოა არის მგელი, მაგრამ ჩაკუკული მგრების ხო არსებობენ. აი ეს მოწყდა, აი. მოწყდა, იმიტომ რომ აი აქ შეხედეთ ყბა დამაგრებულია სადღაც აი აქ, აი ამ დონეზე. და ეს დანარჩენი არის გაშვერილი. გვერდზე გადავარდა, მიეწყა და პლასმასი გადატყდა ამაში. ან ძალიან ძლიერი პლასმასი უნდა იყენოს ან ხე, ან კიდე ნუ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ თან განა რამე იდო და უბრალოდ გადავარდა და ეცა და მოწყდა. მაგრამ თოფი ფუნქციონალურია. რაღაცამ გადაგვიფრინეთ ან იმ ხელა ხმით, რომ ეს არა უშავს, მან თითი არ მოყვეჩი რა. ეხლა ამას ვიცი, გავსინჯავ. და ჯერ თოფზე ვილაპარაკოთ. თოფი არის ზამბარიანი. სამნერი ტიპის თოფებია, ზამბარიანი, ნიტროპისტონიანი გაზი არის, ჩატვირთული ნეიტრალური გაზი არის, აზოტი გადატენის დროს. იმაშრება რა ქვია, იწნეხება აზოტი და მერე ისვრის, ანუ დგუშს აზოტი, შაპრესილი აზოტი არტყავს და არის რომელიც იტენება ნასუსით, ანუ აქ უყენია რაღაცა რეზერვორი, ჰაერი იმაში იტენება და ასე შემდეგ. ის რომელიც ჰაერზე იტენება, იმას კი ცალკე კლასიფიკაცია აქვს და ხელში ჩამოვარდება მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. მოდი ახლა ამაზე ვილაპარაკოთ. ზამბარიანი თოფის უარყოფით რამეებს ვიტყვი, ძლიერებია. ერთი უარყოფით, ნუ ნაკლი რა. რომ შეიძლება ზამბარა დაჯდეს, მაგრამ ეგ ძალიან დიდი ხანი იმუშავებს. მეორე ისე რომ სროლის დროს უკუცემა აქვს. რაღაცა ვირუსი აუკიდე ბოდიში მახველებს. ანუ უკუცემა აქვს ძლიერი, ასე რომ ზოგს რო გონია რომ მოდი ვიყიდი ასლარიან იმას რა ქვია, ოპტიკას და დავაყენებ ზამბარიან იმაზე თოფზე, რომელიც მუშაობს ჰაერზე, ანუ პნევმატურ თოფზე, 22 ელერი უფრო არაურევს იმას, უფრო ნაკლები დარტყმა აქვს ვიდრე აი ამას, იმიტომ რომ აი აქ ეს ზამბარა რო წინ მიზეს გუში მიაქვს, რაღაც კინეტიკური ენერგია და რაღაც ეგეთი რყევები აქვს. ზოგიერთი ისეთი ძლიერია რომ მაყუჩებიც კი უყენია. ნუ ახლა ამას მაყუჩი არ უყენია, მანამდე ვისწოლე გავსინჯე, მშვენიერია. ეხლა თოფზე ვილაპარაკოთ. უკან აქ ესეთი რაღაცა გადატენის შემთხვევაში ავტომატურად დგება მცველზე, რაც კაი, ანუ რომ გადატენო და რაღაცა მოხდეს, გადატენ და ხელი მოგიხვდეთ, არ გავარდება, სანამ ამას არ გადმოწევთ. უკან რომ გათავისუფლდეს თვითონ სასხლეტი რომ გაისროთ. სამიზნეზე ვილაპარაკოთ, სამიზნე უყერია სუპერ-კუპერი, რა ვიცი. სნაიპერის თოფზე არ მინახია ესეთი სამიზნე, ნახეთ. აი ესეთი სამკუთხედი რაღაცაა. ზემოდან ჭირო შუქი ჩავდეს, შიგ შუქშემკრებია. ანუ ყველანაირად დაცულია, ვერ მოგიტყდებათ, ამითაც უნდა ეცეთ არაფერი არ მოვა. უკან რეგულირებადი სამიზნე უყენია, ჰორიზონტალ და ვერტიკალურად სწორდება და ორი აი ესეთი წითელი მტვისა, ყვითელი მწვანე ყველაფერი ჩამოთვალე რა. მწვანე შუქშემკრები უყენია. ასე რომ დამიზნების დროს აი ძალიან მაგრა იკითხება რა. ორი მწვანე წერტილი და შუაში ღია ყვასყვასა წითელი. პლასმასი თვითონ არის კარგად დაფერილი, მაგრამ აი რომ მოწყდა, ეგ თქვენ გადაწყვეტეთ რა, რომ წესით არ უნდა მოტეხილიყო. არამ შეიძლება ვიღაცა ძალიან უდირათაც მოეპყრა და მაგიტომაც მოწყდა. ხელში კარგად ჯდება. აი აქ დაკეჭნილია და ნახოთ მიზანი. მე პატრონებმა თქვა მარჯვნივ და ზემოთ მიაქო. ანუ ეხლა სამიზნის მარჯვნივ და ზემოთ უნდა დაუმიზნო 15 მეტრში რომ მოხვდეს ცენტრში. მე ეგეთი რაღაცები საერთოდ არ მახარებს ხოლმე, როცა მეუბნებიან რომ
აი დაუმიზნე და აი აქ უნდა მოხდეს. მაგრამ ეგ გამოსწორებადია რა. სადაც ეს მოწყდა შეიძლება მოხდა იმას რა ქვია. ტყვიებზე არ გავრცელდები ამის ტყვიებზე, იმიტომ რომ 1000-ნაირია. შეიძლება თქვენ სხვანაირი ტყვია გქონდეთ და მე თქვათ რომ ჩემი ტოპი ესე რატო არ ხვდება და რაღაცა. მოკლედ ჩავდოთ ერთი ცალი ტყვია. სამ გასროლას გავაკეთებ. ვეცდები რომ ერთგვარ უნდა ვესოლო მარჯვნივ და ზემოთ. რომ მოხდეს შუაში. წველი. აი, წველი. ომიზნებდი მარჯვნივ და ზემოთ. ანუ სამ ტყვიას ვესწორი ახლა. ჩავდე მეორე ტყვია. ისე მარჯვნივ და ზემოთ დავუმიზნებ. მე ეს მოვიწყნებ. ანუ ვესროლ ერთგვარ უნდათ. ყველა ვარიანტში ვცდილობ რომ ერთგვარ უნდათ ვესროლო რა და ნახოთ აბა რას იდებს. აი ეს არის ამას რას უწესდი გადმოწი. თოფი მძიმე არის. ნუ ცუბუხი არ არის რა. თავის კლასისთვის შვენიერი წონა აქვს, სადაც 3 კილომდე იქნება რა. კიდევ ვესრი. წამოდი და ვნახოთ. მივიდე და ვნახოთ რა ხნა. ანუ აი აქ უმიზნებდი და მოხდა აქ და მე ალბათ დაბლა ჩამოვწიე და მოხდა აქ. ნუ მაგას არსებითი მნიშვნელობა აქვს მე როგორ ვესწავლე. მით უმეტეს 20 არეული თოფია. მაგრამ ერთი რაღაცას ვიტყვი რომ არეული თოფიცაც შეიძლება ძალიან კარგად ისროლოთ. თუ იცით სად მიაქვს და როგორ მიაქვს. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით რომ არეული თოფი არ შეინახოთ. უკან რეზინი უყენია, ძალიან რბილი არა, იმიტომ რომ არც არის საჭირო ძალიან რბილი რეზინი ეყენოს. შესახედაოდ არის აი ესეთი. ნახეთ. აი ეგეთი რაღაცაა. და კიდე გეტყვით რომ აი აქედან აი შეგიძლიათ გადაუჭიროთ ან მოუჭიროთ რომ თვითონ სასხელტის მგრძნობიარობა. ეხლა ამას ძალიან მგრძნობიარეზე აქვს დაყენებული სასხლეტი. აი აქ აწერია რომ ჰაცანია მოდელი არის 70 და 4 აწერია აი აქ. განარჩენი რა გითხრათ, ის გადაგახაროთ. თოფი არის ძლიერი. სროლის დროს ზამბარა ისე მაგრა უწყავს, რომ იქ რასაც ხვდება, ძალიან მაგრა უნდა იმაშრებოდეს რა. გამოგხსნათ? აქ არის ტყობა ხეს. აი, ტყავში არის შერჭობილი. ამით ხი არ გაფუჭდება. მოგეთ მეგობრებო. ამით დავამთავროთ აი ჰაცანის გადაღება, ვიცი ბევრს აქვს პნევმატურს, ბევრს გაინტერესებთ. თუ იყიდვა გადაწყვიტეთ, თქვენ თვითონ მე აირჩიეთ რა კლასი გინდათ. თუ დამწყები მსროლელი ხართ, ნუ იყიდეთ ჰაი კლასის რაღაცას, იყიდეთ ზამბარიანი თოფი, მიეჩვიეთ, მერე თვითონ მოგთხოვთ. თქვენ მიხვდებით ზამბარიანს რომ მიეჩვევით, გადახვიდეთ ნიტროპისტონიაზე თუ რაღაცა. ნიტროპისტონიაზე რთული სასროლი ეს არის, რომ იცოდეთ, ყევაც ხვანერი და ხმაც ხვანერი. ამით გამოგეშვებით მეგობრებო, კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Occupata, faccianza e spasmera, vinga da c'è. Occupata, faccianza e spasmera, vinga da c'è. Occupata, faccianza e spasmera, vinga da c'è. Occupata, faccianza e spasmera, vinga da c'è.
სოფლიდან დამკვათა ჩვენს რისხვას ვერავინ გადაჭერს.